ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით მაღაზიათა ქსელ კალიბრის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს კოსტავას 23 ნომერში, რუსთავში. ქალაქ რუსთავში. ბატონო ირაკლი. დიახ, თავად ბატონო. დღეს თქვენ გინდათ რომ განიხილოთ რაღაცა ძალიან საინტერესო ვერსიები. ხო, განიხილოთ რა პრეზენტაცია გავაკეთოთ, უბრალოდ პრეზენტაცია რომ პრეზენტაცია. ხო, რა, მაღაზიაში უბრალოდ გვაქვს ეს იარაღები და უბრალოდ მოადგენ ეს იარაღები ზოგადად ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა იცის. ეს არის მოკლედ თავდაცვის იარაღი, რომელიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. გადაღება გვაქვს, თუ არ შეგაწუხებთ, მობრძანდით, მაგრამ უბრალოდ ვეცადოთ ნაკლებ ვიხმაუროთ. კარგით? ხო, მონადირეები მოვიდნენ ჩვენ მაღაზიაში. დიახ, სეზონი იხსნება დღე-დღეზე. მოყოლებელი ასე ვთქვათ რა. დიახ, დღე-დღეზე იხსნება მეგობრებო სეზონი და ხალხის მე ცალკე მოგილოცავთ მაგ ამბავს კიდე ახალ წელს ასე ვთქვათ. მონადირეების ახალ წელს. მოკლედ რა შეეხება ჰეკლერკოხს, ვიცით რომ ამაზე ახლა ბევრი ლაპარაკს დავიწყებ. ლეგენდარული ფირმა ჰეკლერკოხი, გერმანიაში დაარსებული ფირმაა და ძალიან დიდი ხანია უკვე ბაზარზე არსებობს. ძალიან მაღალი ხარისხის იარაღს ამზადებს და ეს იარაღი როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო საქმეში წარმატებით გამოიყენება. აქვს რამდენიმე განსაკუთრებული მოდელი, მაგრამ დღეს ჩვენ განვიხილავთ ჰეკლერკოხის მოდელს P30-ს, სამ მოდიფიკაციაში, ასე ვთქვათ, კომპაქტ ვერსია, შედარებით უფრო საშუალო და გრძელი L ვერსია. ანუ ფაქტობრივად ყველა ხელისთვის შექმნილი არის სრულწლოვნებიდან. მეცაც გეტყვი ამ კონკრეტულ პისტოლეტს აქვს ასეთი დევაისი არ ქვია, მოიგო რაღაცა. სახელურის მორგება ხდება ნებისმიერ ხელზე ალბათ რავი თუ ძალიან დიდი არ არის, ან ძალიან პატარა არ არის სროლელი რა. ზოგადად რას არ მოუდგენს ეს ჰეკლერკოხის P30, როგორც თითქმის ყველა პისტოლეტი არის პირველ რიგში თავდაცვის იარაღი, რომელიც გამოიყურება აი ასე რა. მოკლედ ეს ავიღე ეს საშუალო ვერსია, ანუ კლასიკური P30. გვაქვს კიდე L ვერსია, რომელიც არის ამაზე ოდნავ გრძელი. და კომპაქტ ვერსია, რომელიც არის უფრო მოკლე პატარა. ირაკლი, აქვე მინდა შეგეკითხო, მაყურებელს ალბათ აინტერესებს, რა ასაკიდან არის შესაძლებელი თავდაცვის იარაღის გაფორმება? თავდაცვის იარაღის გაფორმება 21 წლიდან არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პისტოლეტს განსაკუთრებული არის ორმხრივი, ანუ როგორც მემარჯვენეს შეუძლია იხმაროს წარმატებით, ცეცხლის მართვა პირდაპირ ორივე მხარეს აქვს. ასევე მიმარცხენესაც. შეიძლება ვიხილოთ შიგნიდან როგორი არის? კი, რა თქმა უნდა. მოკლედ გავაგრძელების იქიდან რომ ჭირის მოსახსნელი ღილაკი არის ორმხრივი, აი აქედან შეგვიძლია თუ ჩამოვაგდოთ. კიდი. ეს მარცხენა ხელით. ბოდიშვიხტი ერთი შეიძლება ახლოდან ვნახო ეგ ღილაკი. ეს აკეთებს რომ მაგ ამბავს. აი ორმხრივი, ყურე 1-2. ორი მხარეს აქვს. როგორც აქედან შეგვიძლია ჩამოვაგდოთ ჭირი. ისე მეორე მხრიდან შეგვიძლია ჩამოვაგდოთ ჭირი. გასაგები. ასევე ცეცხლის მართვას ორგანოები, მცველი, როგორც აქედან შეგვიძლია შევაყენოთ ფეხზე, ისე აქედან შეგვიძლია შევაყენოთ. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. ვიცით რომ იარაღი განმოხტულია და არ დევს შიგნით არაფერი. და აი ჭირის ჩამოსახდები ღილაკები განვიხილეთ, ცეცხლის მართვის მცველები განვიხილეთ, აი აქედან შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ, ესე აქედან შეგვიძლია ჩავთვალოთ, აი მარცხენასთვის შევაყენოთ ფეხზე და დავუშვათ. ასევე იარაღს გააჩნია დამრტყმელი, გარე დამრტყმელი, ეგრეთ წოდებული კუროკი, ჩაქუჩი ქართულად.
და აქვე გააჩნია ეგრეთ წოდებული დეკოკერი, რომლის საშუალებითაც ფეხზე შეყენებულ ჩაქუჩს უსაფრთხო დაშვების საშუალებას გვაძლევს, ისე რომ ტყუია იყოს სავაზნეში და არ მოხდეს მისი დეტონირება. აი დავაწოვით ამას პირდაპირ და ის კი დაარტყამს, მაგრამ ტყუია არ გაისვრის ამ შემთხვევაში. საინტერესო. დაშვება. იშლება ძალიან მარტივად. აქ აქვს კვადრატული ჭრილი, ესა ჩვენი ეს ადგილი. რომელიც უნდა მოვათავსოთ აი ამ ადგილას. ჩამოვწევთ საკეთს უკან. ასე გავაჩერებთ. და აქედან მხრიდან რილაქს ჩავაწევით. დავიგამო. ამ დაგჭა ლულა. ბრტყელი ზამბარა. თავისი კბილით. ახლა დამსასროლთა მექანიზმი უკვე. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. ტიპიური პლასტმასის ჩარჩოში აწყობილი მექანიზმია, რომელიც იდეალურად გამართულად მუშაობს. აწყობოთ სისტემები მარტივია, უკულ მმართველობის წყობა. მოგეხსენებათ, რომ იარაღის მუშაობის პრინციპი არის ლულის ჩაძირვის პრინციპით, აი ესე მოძრაობს ლულა. გასროლის შემდეგ შევასრულებთ თავისივე ჭრილებში. ჩავაყენოთ და იარაღი არის აწყობილი. აქ ჩვენ კეისში გვაქვს სხვადასხვა ფორმისა და ზომის სახელური სერცველები. ეს თათად არის გომჭიდი, რაც მოყვება იარაღს და აი ასეთი დანამატები, რომლებიც შეიძლება შევცვალოთ ძალიან მარტივად. მოკლედ აქ აქვს ასეთი გამჭოლი შტიფტი, რომელსაც ამოვიღებთ. შევინახავთ. და იცვლება როგორც ზუგის ნაწილი იარაღის, ისე გვერდები. ანუ ასეთ ჩარჩო დაგვრჩება რა. აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავაყენოთ შოჩკებს ეძახიან გვერდითა ნაწილები. აი ერთი აქედან. დაბეჭდება და ეს ყველაფერი ფიქსირდება. რამდენიმე ცალი მოყვება, ასეთი დააკვირდი. რამდენიმე წყვილი არის ესენი და და ეს არის უკანა უკანა ნაწილი ფიქსირდება. შემკრები. აი ყურე. ხო. ჩაჯდა, მოერგო, იდეალურია. მოდაჯდა. და ვაფიქსირებთ ისე ამ შპონგლით, რომელიც ამოვიღეთ ახლა. შევასრულოთ კიდევ ერთხელ მომახდინოთ დემონსტრირება. მოკლე მოდელზე. შევამოყენოთ აქ არ არის არაფერი. შპონგლს ამოვიღებთ. აქედან მე ჩამოვაგდებთ აი ამ ნაწილს. შევინახავთ და უკვე შეგვიძლია სხვა ნაწილები ჩავაყენოთ. აქ უფრო გავზარდოთ, ან უფრო შევამციროთ პისტოლეტის სახელურის გაბარიტები, ასე ვთქვათ. ანუ ფაქტიურად ნებისმიერი ხელისთვის შეიძლება აწყობა. ნებისმიერი ხელზე შეგვიძლია რა. კი, სახელურის. აი უფრო გამსხვილია და გადიდდა ეს. გაეზარდა გვერდები. დიდი ხელისთვის. ახლა მოკეთს რომ მოვარგებთ. უკვე ხელშიც იგრძნობს და სხვანაირად გიჭირავს რა. სხვანაირად შეავსო ხელის მტევანი. ანუ ეს დოვოისი აქ და ძალიან კარგია, მე მეკითხავთ, ნებისმიერი მსროლელი თავის ხელის ფორმაზე მოირგებს. რა წონა აქვს თითოეულ ეგზემპლიარს შეიძლება რომ ვთქვათ? მოგესალმებით. ვარაკაცები რა ხალხი. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. კარგი, მოკლედ აებისთან ამბავი არის ხალხო, აჟიოტაჟი არკლებულობს მაღაზიაში, ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს ჩვენთან, იმიტომ რომ კმაყოფილი მომხმარებელი ზუსტად, აი რო არ იყო კმაყოფილი მომხმარებელი, ხო არ ეყოლებოდა მენი მოსვლელი მაღაზიის. რა თქმა უნდა. მოკლედ რა გავაგრძელოთ იარაღს. ბოდიში გავაგრძელოთ ესეთ შეკითხვით, მე მაინტერესებს ამ იარაღების წონა. მოდელი SK, ფეკლერ კოხის. 727 გრამი. როგორ გზანდებით ბატონო მამუკა? მივესალმები სეზონის დაწყებას. ნახე რა ხალხი ყავს მაღაზიაში. გენაცვალე, მადლობა დიდი. მადლობა.
დღეს ფუსფუსი არის მაღაზიაში. მოკლედ არ წყდება ხალხის ნაკადი. ზუსტად ჩვენ რო ვილაპარაკეთ. მაყოფილი მოხმარებელი. აუცილებლად. პულის მიერებას გამოთქვამენ ჩვენი ობიექტების მიმართ. მოდელი რა არის? P30L. დაბალი ვერსია არის. 19 ლუგერზია ეს ხალხო დამოვიწყდა მეთქვა მაგრამ. და ამისი წონა სარიელი ჭირით არის 812 გრამი. და შემდეგი მოდელი P30. ყოველგვარი რაღაცეების გარეშე. და ამისი წონა იქნება 759 გრამი. ჭიდით ესენი უკვე თქმა უნდა მოიმატებს ამათი წონა. შეგახსენებთ იმასაც რომ ჭიდში ამ ჭიდში ეტევა 17 ვაზნა ეტევა P30-ის. დიახ. ჭიდში P30L-ში მიდის 17 ვაზნა. P30 KS კომპაქტში მიდის 15 ვაზნა. ჰეკლერ კოხი პისტოლეტებს და იარაღს ზოგადად აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ გერმანიაში, მზადდება მხოლოდ და მხოლოდ გერმანიაში. ნებისმიერი ამ იარაღის დეტალი, ეს იქნება მჭიდი, კაბურა, სახელური, დამცემსახელთო მექანიზმი, ლულა, ყველაფერი არის მზადებული გერმანიაში. გავლილი აქვს უმაღლესი კონტროლის ლულაზეც და რესივერზეც. ნომერი არის 2025 წლის მოდელები. ანუ სულთლად ახალი იარაღი. სულთლად ახალი იარაღებია, კი. თავდაცვის იარაღი, მეგობრებო, პირველ რიგში არის თავდაცვის და ეს არ არის გასართობი. იარაღი სერიოზულია, ამას ჭირდება ცალკე გამოცდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ სანადირო იარაღზე ფლობთ უფლებას შეძენისას და ტარებისას, ამ იარაღებზე ცალკე არის გამოცდა ჩასაბარებელი. ინდივიდუალური იარაღია, ისე როგორც ყველა პისტოლეტი, ყველა თავდაცვის იარაღი. ანუ ერთი ადამიანის იარაღია, მოკლედ ამ იარაღის მესამე პირზე გადაცემა იმ მსხლში მოხვედრა, ყველა დაუშვებელი და გამორიცხულია. სისხლის სამართლის საქმეა პირდაპირ. კი ბატონო. ეს იარაღი არის ერთი ადამიანის ფლობელობაში უნდა იყოს და რაც შეეხება ექსპლუატაციას და ეს გამოყენებას, უკვე მაგას ჩვენი კანონმდებლობა განაწესი და კანონმდებლობაშია გაწერილი ეს ამბავი შენახვის წესები, ასევე ხმარების წესები, თუ როგორ შეიძლება გადავიტანოთ ისროლოთ. და შესაბამისად იხებოდა თან კანონმდებლობა. ჩვენ ახალ სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ძალიან გთხოვთ, სანამ სეზონი გაიხსნება, ნუ გახსნით დროზე ადრე. და შეიძინოთ ლიცენზიები აუცილებლად. ნახვამდის. დროებით. ეგ არის, всё. ჩვენი არხის მხარდამჭერები